ამაზე კარგი, ამაზე საოცარი, ამაზე დიდი ბედნიერება, რომ ჩვენ ღირსეულ ქალბატონებს კი არა მარტო ჩვენი საქართველოს ქორეოგრაფიული კულტურის სამყაროს წარმომადგენლებს დღეს ვეფერებით ვამკობთ სიყვარული და სიცოცხლით და მათ ბედნიერება არ მოკლებოდეთ საქართველოსთვის. ძვირფასო მანდილოსნებო საქართველო გადაარჩინა ქალის მანდილის სიწმინდე. საქართველო გადაარჩინა ქართველი ქალის დედურმა გრძნობამ და დედურმა განცდამ. ილიამ საოცარი სიტყვებით შეაფასა ეს ქართლის დედაო ძუძუ ქართლისა უწინ მამულსა უზრდი და შვილსა. იყავით ბედნიერი, იყავით დალოცვილი, უბედნიერეს სამშობლოში გეცხოვროთ და ჩვენს დედათა მსგავსად ბევრი სახელოვანი ვაჟკაცი, ბევრი სახელოვანი ასული დაგეზარდოთ. ულოცავ ქალბატონებს შესანიშნავ დღეს 8 მარტს. დღეს ძალიან საინტერესო ღონისძიებაა ჩაფიქრებული და ის ადამიანები, რომლებიც დაჯილდოვდებიან, დღეს ნამდვილად ღირსეული ხელოვანები არიან, რომლებიც ალამაზებენ ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ოჯახებს, ქართულ ქორეოგრაფიას და ყველა ღირსეული ადამიანია მათ შორის და უსურებ წარმატებებს, ჯანმრთელობას, მოთმინებას, რაც თავარია ხელოვანისათვის. გაიხარეთ, მადლობა. აი ეს ძალიან მაგარი საქმეა. ქართველი ქალი რო ქართულ კაბას ჩააცვეს, კაცის ლამაზად გამოიყვას, ის კი არა მეცხარის კუდები და რაღაცებს რო გადახრები როა. არშე ქალი ქალია, კაცი კაცია. როგორ შეიძლება ეს ელემენტალურია. შენი ჭირიმე და დღეს ვნახე მე ბევრი ანსამბლები ძალიან ჩემი ბესო ჩუბინიძე მაგას ვინაცვალე, ეგეთ რაღაცებს რო აკეთებს და მიხარია. რომ აი ეს დისტანცია ხო უნდა დაიცვა. ბალეტში შეკაიკაცო, კაცი წევს ქალს, ქალი ხო არ აწევს კაცს. განსხვავება ელემენტალურია, ბიჭო. და არავის არ მიცემს, ბესო გენაცვალე მაგის უფლება ჩვენ. ეს ერის ანსამბლია. აი გზაზე რო არ იყოს, ასეთი რამები არ იქნებოდა. ეს არის მაგარი ორგანიზატორი. მაგარი მაგას ვინაცვალე. მაგი მლავისი მე. ძალიან დიდ საქმეს აკეთებს. და არც ჩანს საერთოდ. მოგესალმებით, გილოცავთ 8 მარტს, ქალთა საერთაშორისო დღეს და მინდა ვისარგებლო შემთხვევით ქართული ეროვნული ქორეოგრაფიის ცენტრს მინდა დიდი მადლობა ვუთხრა დღევანდელი დღისათვის, დღევანდელი ზეიმისათვის, მოლოცვისათვის, დაფასებისათვის და სრულიად საქართველოს ულოცავ დღევანდელ დღეს. დღეს არის დღე 8 მარტი, რომელიც ვთვლით, რომ ყველა ქალისადმი უნდა იყოს თანადგომის და დღე და მათ გასავლელ გზაზე, რაც კი გააჩნიათ, იყოს მათთვის დადებითი განწყობა. აი ამ კუთხით უდგება უძველესი ორგანიზაცია 104 წლის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსით საქართველოს ქალთა საბჭო, რომელიც არის ტოლერანტის ხომაგის წოდებით ასევე და ყოველ დღე, ყოველ წამს ქალთა ზრუნვაზე, ოჯახებზე, ბავშვებზე გვაქვს ორიენტირი გაკეთებული. დღეს თავი ჩავთვალეთ ვალდებულად, რომ ამ წლოვანების ორგანიზაცია შევხვედროდით ისეთ ჩამოსულ, მოწვეულ ფესტივალის მონაწილე ესე იგი შემსრულებლებს, სტუმრებს, რომლებმაც ვალდებული გაქვთ და რატომ ჩვენს ორგანიზაციას რეგიონებში აბსოლუტურად ყველა რეგიონში ყავს ქალთა საბჭოები და ერთ-ერთი მათგანი წარმომადგენლები არიან და შეიძლება ქალთა საბჭოს წევრებიც ვერ გამოვიცხავ. ამდენად ულოცავ დღევანდელი დღის ფესტივალის სრულყოფილებას, მათ გამარჯვებას, წინსვლას და ვუსურვებთ, რომ ყოველთვის იყვნენ აქტიურნი, ამაყნი და ქვეყნის ისტორიას, კულტურას და ტრადიციას ნუ გადაუხვევენ. ულოცავ 8 მარტს ყველას ბედნიერება, სიხარული არ მოკლებოდეთ ცხოვრებაში. კარგად იყვნენ და ჯანმრთელად ჩვენი კოლეგები ყველა აქ დამსრულ საზოგადოება.
ძალიან კარგია ეს ღონისძიება რო ტარდება, ძალიან კარგია. ეს აცოცხლებს ანსამბლებს. დღეს არის ყველაზე ლამაზი დღე იმ ქალებისთვის, ვინ ჩემთან ერთად გაიარა ცხოვრების გზა, იმიტომ რომ 8 მარტი ჩემთვის პირადად ასოცირდება მამაჩემის მიერ მოტანილ ყოჩივარდებთან და მოჟეთ ბიცთან. მე მინდა ყველას მიულოცო დღევანდელი დღე, განსაკუთრებით იმ წარმატებულ ქორეოგრაფ ქალებს, რომლებსაც საქართველოს კულტურა გააქვთ მთელ მსოფლიოში. ბედნიერები, გახარებულები და წარმატებულები იყარებით. მიყვარხართ. მოგესალმებით, მე გახლავართ ქალაქ ბათუმიდან, ანსამბლ ორიონის ხელმძღვანელი. დღეს დიდი პატივია აი აქ მოწვევისთვის. უღრმესი მადლობა ქართულ ქორეოგრაფიულ ეროვნულ ცენტრს მოწვევისთვის და ჩემი შრომის დაფასებისთვის. დიდი მადლობა ანსამბლ ორიონის თითოეულ მონაწილეს. დიდი მადლობა მშობლებს, რომ არა მათი თანადგომა დღეს აქ ჩვენ არ ვიქნებოდით. უღრმესი მადლობა ღონისძიების ორგანიზატორებს და მინდა დღევანდელი დღე მიულოცო საქართველოს ქალბატონებს 8 მარტი და უსურვო წარმატება და წინსვლა და ჯანმრთელობა. ძალიან ბედნიერი ვარ დღევანდელი დღით. გულოცავ ყველა ქალბატონს აბსოლუტურად დღევანდელ დღეს 8 მარტს ბედნიერებას ყოველივე კარგს უსურვებ და რა ვიცი, ყველა გამოსვლელ მონაწილეს უსურვებ ძალიან დიდ წარმატებებს. გამოლოდინები გაქვს დღევანდელი დღისგან. როგორ ჩაივიდეს? ისეთი ემოციებით ვარ დატვირთული, ძალიან მიჭირს ახლა გადმოცემა და დარწმუნებულია, რომ როგორც წინა ფესტივალები, ერთ-ერთი საუკეთესო იქნება დღეს. ქართული ეროვნული ცენტრი ტრადიციულად ყოველი 8 მარტს ტრადიცია საფუძველი ჩაუყარეს მაგათ, რომ ტარდება ქართული ქორეოგრაფიების წარმოჩენა და დიდი მადლობა მათ აი ამ დაფასებისთვის, ამ სიყვარულისთვის, ყველაფრისთვის მადლობას ვუხდი. იმიტომ რომ არ ვართ განებირებული ქორეოგრაფები, რომ ესე იგი ჩვენი გინდათ ჩვენი ხელოვნება გინდათ ჩვენი რაღაც წარმოვადგინოთ. ამისთვის მაგათ დიდ მადლობას ვუხდი. დღევანდელ დღეს მოგილოცავთ სრულიად საქართველოს ულამაზესო მანდილოსნებო. ყველაფერს საუკეთესოს გისურვებთ. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო დღევანდელი დღის ქართული ქორეოგრაფიის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელობას დღევანდელი დღის გალამაზებისთვის, ჩვენი მოფერებისთვის. უღრმესი მადლობა მათ და ყველა ხელოვან ქალბატონს, ყველა ქალბატონს, ვინც რა პროფესიის არ უნდა იყოთ, ყველას გისურვებთ წარმატებებს, წინსვლას თქვენს ცხოვრებაში, თქვენს კარიერაში და ყველაფერს საუკეთესოს გისურვებთ. უფალი გვფარავდეს ყველას. პირველ რიგში დღევანდელ დღეს ქალბატონებს მიულოცავ ყველა ქართველ დედას, ყველა ქართველ ქალბატონს. მინდა დღევანდელი დღე მიულოცო ასევე ყველა ქართველ ხელოვან ქალბატონს და უსურვო წარმატებები. ყველა ქალბატონს ულოცავ. პირველ რიგში მშვიდობიანი ცის ქვეშ გვეცხოვროს. შვილები და ოჯახები ბედნიერები ყოფილიყვნენ, რაც ყველაზე მთავარია და მე გვეცოქება და მომღერება. რაც ყველაზე ძალიან ლამაზია, ზუსტად 8 მარტს დაერთო, აი ეს დიდი ზეიმი, რასაც ქალების დაფასება ქვია. აი ეს გააკეთეს ჩვენი ცენტრიდან და დიდ მადლობას, ამის მეტი მადლობა ნამდვილად არ შეიძლება რომ ითქვას. დიდი მადლობა ჩვენი შრომის დაფასებისთვის, დიდი მადლობა თქვენ რომ ესე მობრძანდით და პატივი დაგვდეთ და უფალმა ქნას რომ ყველა მშვიდობიანი ცის ქვეშ ყოფილიყავით, რომ ყოველთვის გვეცეკოს და გვემღეროს. ყველა ქალბატონს მიულოცავ დღევანდელ დღეს, ყველა ქალბატონი იყოს ბედნიერი. დღევანდელი დღე არის დღესასწაულთა დღესასწაული. ყველა ხარობს. ეს ზეიმი, ეს ჯილდო, ეს ყველაფერი ჩვენთვის არის სტიმულაცია, მოტივაცია. დიდი მადლობა საქართველოს ეროვნული ცენტრის დირექტორს ბატონ ზაზა მჟავანაძეს, მათ მთლიან შემადგენელ ჯგუფს, ესე ძლიერ პროექტებს რომ აკეთებენ. დიდი მადლობა ცეკვის აკადემია დიდგორის ხელმძღვანელს, ქალბატონ ქეთევან მონასელიძეს, ქორეოგრაფებს დარინა პაპაშვილს და ალექს ჯანგირაშვილს. გუნდურობისთვის, ერთად გომისთვის და ქართული სულის ჩადგმისთვის. დიდი მადლობა ჩემოცეკვავებს, მშობლებს, ერთად გომისთვის და სიყვარულისთვის. უღრმესი მადლობა ყველა კოლეგას ქალბატონს მიულოცავ დღევანდელ დღეს.
სრულიად საქართველოს ქალბატონებს მიულოცე 8 მარტი. იყვნენ ბედნიერები, გახარებულები, ვის სახეზე სუს ღიმილი თამაშობდნენ და ყველაფერი სურვილი შესრულებოდეს, იყოს მშვიდობა, ბედნიერება, ერთმანეთის გაგება. დაგლოცავთ ყველას. ყველა ქალბატონს მოგესალმებით ჯერ პირველ რიგში მიულოცავ 8 მარტს არაჩვეულებრივი ქორეოგრაფთა კავშირის მიერ მოკლედ არაჩვეულებრივი ორგანიზებულია ეს ყველაფერი და მადლობელი ვარ აი ჩვენ რომ გავხდით ამის ღირსით ქალბატონები დიდი მადლობა თქვენ რა ვიცი მადლობა გულმოსი ყველას მოგესალმებით ულოცავ ყველა აქ მოსულ ქალბატონს დღევანდელ დღეს 8 მარტს ყველას უსურვებ ჯანმრთელობას ბედნიერებას დიდ წარმატებებს ჩვენ საქმეში ძალიან მოხარული ვარ არ ველოდი ესე ჯილდოს დიდი მადლობა ყველა ქალბატონს მინდა მიულოცო დღევანდელი დღე 8 მარტი მინდა მადლობა გადაუხადო ქართული ქორეოგრაფიის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელს ბატონ ზაზა მჟავანაძეს და მის გუნდს ასევე მინდა მადლობა გადაუხადო ჩემ ანსამბლ მეტეხის ბავშვებს თითოეულ წევრს მშობლებს რომლებიც რომ ასე გვერდში მიდგანან და ამიტომ ვდგევარ აქ მინდა საქართველოს უსურვო მშვიდობა, სიყვარული და ამ მშვიდობიან საქართველოში ეცეკოთ და ემღეროთ მომავალ თაობას. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველას დაფასებისთვის და მინდა ყველა ქალბატონს მივულოცო დღევანდელი დღე, უსურვო წარმატება პირად ცხოვრებაში, საქმიანობაში და დიდი მადლობა სულ ყველას დღევანდელი დღისთვის. დღეს ქართული ქორეოგრაფიის ეროვნული ცენტრი მასპინძლობს დაჯილდოების ცერემონიალს ხელოვანები 2025 ქალბატონები რომლებიც ღვაწლმოსილები არიან ქორეოგრაფიულ საქმიანობაში ჩვენმა ორგანიზაციამ გადაწყვიტა რომ დავაჯილდოვოთ და მოწვეულები გვყავს 16-მდე ქალბატონი მინდა უსურვო ყველას წარმატება ჯანმრთელობა დიდხანს სიცოცხლე და ასევე საქმიანობაში წინსვლა ქართული ქორეოგრაფიის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით თბილისი ართოლის საკონცერტო დარბაზში ტარდება ხელოვან ქალთა დაჯილდოების რიგით მეორე ცერემონიალი ხელოვანები 2025. ეროვნული ცენტრის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით ეს დღე უკვე ტრადიციად იქცა და ყოველი წლის 8 მარტს შევეცდებით ხელოვან ქალებს სულ მცირედით მაინც გავულამაზოთ შემოქმედებითი და ცხოვრების დღეები. ფიქრობ რომ ღონისძიება ჩაივლის მაღალ შემოქმედებით ატმოსფეროში ძალიან ლამაზად, იმიტომ რომ დღეს გვყავს მოწვეული შესანიშნავი ქალბატონები, უამრავი სტუმარი, ღირსეული ადამიანები, რომლებიც ნამდვილად დაამშვენებენ წითელ ხალიჩას და ვფიქრობ რომ ნამდვილად ამშვენებენ ქართულ სახელოვნებო სფეროს. მომავალი შვედია ეს არის ასოცირება ქართული კულტურის, ხელოვნების, ფოლკლორის, სიყვარულისა და ჩვენის ერთობლიობის. მინდა დავუწყო ქალბატონები, ლამაზი ქალბატონები, რომელიც დღეს დაჯილდოვდნენ წმინდა მეფის თამარ მეფის ორდენით. კიდევ ერთხელ დავუწყოთ, გაგახაროთ, გაგაგვიროთ მერყვა. ვაჟა სოსლან კუბადაძეს. აუცილებლად. და სცენაზე მინდა ვუხმო ბატონ რეზო ჭანიშვილს. ხოთ ბატონო რეზო, აპლოდისმენტები ძვირფასო მეგობრებო. დამჯილდოებლის ამპლუაში ბატონი რეზო ჭანიშვილი, ჩვენი ალბომ ქავთარაზე. ეკატერინე გილოცავ საყვარელო. ჩვენი ენერგეტიკული რეგენერატორი იზოლდა ჯაში და აფეთქებული ჩირაგდანი ნაზი ტიგოური ნაზი გილოცავ საყვარელო შარშანდელი პირველი დაჯილდოების ცერემონიალის თამაროშვანი ჩვენი ძვირფასი ქეთევან მონასელიძე. ბატონო თამაზ
შანელი რომ იყურებდეს, შენგან აირჩევდა ახალ მოდელს სილამაზისა. ერთობლივად გადაეცით, ბატონო ალგუნდა ბატონო. სამშვალოსანს ეს არის ანსამბლი უბისა. ელვისა და ზაზა ლურსარაშვილი. შუაშუა. სისანა დარჩიაშვილი ანსამბლი მეტეხი. შემოზარდა ის რომ ამდენი ცნობილი ადამიანი იჯერებს, შენთან მეგობრობს, ურთიერთობა აქვს და მოდის იმ დღესასწაულზე, რომლის შემოთავაზება შენ შეგიძლია. ეს ძალიან დიდი ნიჭიერებაა და უზარმაზარი მადლობა ამისათვის. და დავამატებდი ერთს, რომ კიდევ ერთხელ ვამბობ, მე მიხარია რომ ჩვენთან ერთად ანგული ქავთარაძე ამ წუთში ამ ეტაპზე დიდებული განუმეორებდი ნომერ პირველი რეზო ჭანიშვილი ერეკლე საღლიანი გივი სიხარულიძე და თქვენ შემოგვიყვანეთ თამაზათანელი ბევრი ვართ მერთვარ ქალბატონი ეკა გოგიძე მოკლედ რომ არა ის ბუნებრივი ამას ჩვენი ლუკა ქალბატონი სალომე ცინდელიანი მოკლედ ერთად და თქვენ კიდევ თქვენთაგანი ამ შესანიშნავი ორგანიზაციის საპატიო წევრები ხართ. მანდიყავით დარწმუნებული რომ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის რომ თითოეული თქვენი წინდადგმული ნაბიჯი დაფასდება შესაბამისად. გავაკეთებთ ყველაფერს იმისათვის რომ ერთმუდრად შემკულები ვიყოთ. და შევპირდი მე ქალბატონ ხათუნას რომ აფში იქნები ნომერ პირველი. ამას მივახსენე აუცილებლად, მანდიყავით დარწმუნებული უღმესი მადლობა ჩემო კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღეს. შემოგვიყვასება ერთადერთი მე ვიყავი 9 საათი ნერვებს გიშლით. ნომერ პირველი ეხავით კოცი თქვენი ზაზა ალექსიძე. აბა ერთი